ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა, როცა ან მშობელს მოყავს ბავშვი, ან მოზარდი და გეუბნება, რომ არ მოსწონს მისი ქცევა და რომ არის უფრო საპირისპირო სქესის რაღაცებით ინტერესდება, ან თვითონ ბავშვები მოდიან და გეუბნებიან, რომ არ არის დარწმუნებული, რომ სწორ სხეულში ცხოვრობს. ყველა შემთხვევაში ეს მოითხოვს ძალიან ნას ეთიკურ მიდგომას, იმიტომ რომ ესეთი ტიპის მოზარდებს ასევე აქვს სუიციდის ძალიან მაღალი რისკი, იმიტომ რომ ხო, ბუნებრივიც არის, ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები ხო არის თეთრი, შავი, კარგი, ცუდი და ადამიანმა ეს ძალიან მარტივი რამე თუ არ იცის თავის შესახებ, ალბათ მას ხო ძალიან უჭირს ცხოვრება, რომ გოგოა თუ ბიჭი. თვითონ ამ პაციენტის, ამ ინდივიდის ბრალი და გემოვნება, გაუკუღმართების ნაწილი არ არის. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, MRT გადაიღეს ძალიან მაღალი ხარისხის ადამიანების, რომლებიც თავს საპირისპირო სქესის ადამიანებად თვლიდნენ და ვისიც ახდენდნენ იდენტიფიცირებას, მათი თავის ტვინი იმ ანატომიურ სტრუქტურას შეესაბამებოდა. ანუ არის რაღაცა ბიოქიმიური, ენდოკრინოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ასპექტები, რომელიც ძალიან ასე მარტივი გადასაჭრელი არ არის. თითოეულ პაციენტს სხვადასხვა ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც დედის კაბებს იცმევდა ბიჭი და დედის ფეხსაც მელებს და მაკიაჟს იკეთებდა და ძალიან დეტალური კვლევით მე რა თქმა უნდა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ყველა ჩაერთო, აღმოჩნდა რომ მამა ოჯახში იყო მოძალადე. ბავშვობიდან იყო ავი, ცუდად ექცეოდა ყველა ოჯახის წევრს და ბავშვს უბრალოდ არ უნდოდა თავის იდენტიფიცირება, თავარი როლ მოდელი ხო მამა ამ შემთხვევაში, რომ მამისნაირი არ უნდოდა ყოფილიყო და ამიტომ გადაიხარა დედისკენ, თორემ მას ჭეშმარიტი რაღაცა თითქოს სქესის დარღვევა არ უნდა ჰქონოდა. და მას ძალიან ინტენსიური, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპია და ჩარევა დაჭირდა.